იგივე ირანის თემა იყო, წეგან რომ ვახსენე, რომ გადმოვლენ შეტევაზე, რამდენი ხანი გაუძლებს ირანი, რამდენი ხანი იომებს, რამდენი მილიონიანი ჯარიც არ უნდა ყავდეს. თუ ამერიკელებმა დაიკავეს ნავთობმოპოვების რეგიონი, ირანს ნავთობი აღარ ექნება გასაყიდი. აღარ ექნება მერე საშუალება თუ ყველა მხრიდან შეუტევენ, რომ გამოელევა ის ფული, რაც გუნდა, ვიღა ივაჭრებს ირანთან. შედეგად ეკონომიური სიდუხჭირე, ხალხი შიმშინ დაიწყება შორს რადგმინდა წასვლა 90-იან წლებში ჩვენ თავზე გვაქვს გამოცდილი, აქ სამოქალაქო ომი იყო და იქ ცხინვალისა და სოხუმის ომები რო იყო, რა დღეში იყო აქაურობა, ხო? მართალია ძალიან ისა ნაწილი მდიდრდებოდა, მაგრამ უმეტესობა მაინც ღარიბდებოდა და იმაზე ზრუნავდა პური სადეყი და დღე როგორ გაეტანა. იგივე სცენარი განვითარდება ირანში. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან დიდი პატრიოტული ათქინება იყო, ერთ ციფრს მოგიყვანთ, რომ ირანიდან ემიგრირებული დაახლოებით 90,000 ეს ომი რომ დაიწყო ეს პირველი ფაზა 90,000 დაახლოებით ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, ძირითადად დასავლეთში. ამერიკამ როდესაც დაბომბა ეს მეორედ და ის სულიერი ლიდერები და ხელმძღვანელობა გაანადგურა და იმ ბავშვების სკოლის აფეთქებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის განწყობაზე, მხოლოდ 90,000-დან 256 ადამიანმა თუ რაღაცა სოციალურ ქსელებში გამოხატა დადებითი განწყობა ამ მოვლენისადმი. არც ერთი გაქცეული ადამიანებიდანაც კი 256-ის გარდა 90,000-დან წინააღმდეგი არ წასულა ხელისუფლებისა და გვერდზე დაუდგა თავის ქვეყანას. თუმცა ეს პატრიოტიზმი იმასაც შეახსენეთ, რომ რამდენიმე ათასობით კაცი დადგა ხიდებზე, რომ ამერიკელებს ისრაელს არ დაებომბათ ისინი. მე ამას რატო ვიძახი, რომ გაჭირვების დროს ეს პატრიოტიზმი დავიდან, როგორც წესი, მხურვალე პატრიოტიზმია, მაგრამ როდესაც ადამიანს შემოაგდება საჭმელი, სასმელი კუჭი შეაწუხებს, ეს პატრიოტიზმი зүгээр გადადის მეორე პლანზე და ესე გაჭირვებული და კუჭი შეწუხებული, ასე ვთქვათ, ადამიანები და რომელიც ოჯახის გადარჩენას და როგორ გამოკვებაზე არიან გადასულები, იარაღის ასაღებად იარაღს აღარ აიღებს და ქვეყანას არ დაეხმარება, იმიტომ მობეზდება. ეს იმიტომ რომ გაგრძელდება რამოდენიმე ხანი.